ამჯერად ჩვენ ვიმყოფებით ამბროლაურის ერთ-ერთ სოფელში, რომელსაც ქვია ველევი და ჩვენი მასპინძელია გიდი გიორგი მაცაბერიძე. გიორგი, მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისთვის და მასპინძლობისთვის. პირველ რიგში თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, მინდა გკითხოთ, რა ჭაში რამდენად განვითარებულია სამთო ტურიზმი და თუ გსტუმრობენ უცხოელი დამსვენებლებიც მათ შორის. გამარჯობა, მადლობა სტუმრობისთვის. ზოგადად ალბათ ყველა ქართველისთვის საკმაოდ ცნობილია, რომ რაჭა უცხოელი ტურისტებისთვის საკმაოდ ცნობილია, არის ქართულმა ყველამ იცის, რომ რაღაც განსაკუთრებულად ლამაზი მხარე გვაქვს, მაგრამ ნაკლებად იპოვით თქვა ტურისტული კომპანიების შეთავაზებებში და ასე შემდეგ, მაგრამ ეს შეიძლება იყოს პირიქით დადებითი მხარე. რადგან მასობრივი ტურისტი არ არის, გაფუჭებული არ არის ბევრი რამე, ასე ვთქვათ, დაზიანებული არ არის და ამას ძალიან დიდი პეცი აქვს, როცა სამთო ბილიკზე არ მოხვდები მაგალითად ეგრეთ წოდებულ საცობში. ცნობადობაც არ არის მოკლედ რაჭის უცხოელებში, მხოლოდ ძალიან მაღალი დონის სტუმრებმა, აი ძალიან ჩახედულმა ვიღაცებმა შეიძლება იცოდეს. ჯერ უნდა ვთქვათ ტურისტს რას ვეძახით. თუ გულისხმობთ ადგილობრივ ტურისტებს, ჩვენი სოფელი და ჩვენი მხარე მაინც არ არის დატვირთული, მოკლედ ჩვენი სოფელი ივსება იმ დამსვენებელიც, რომელიც თავის მამაპაპის სახლში ჩამოდის ძირითადად. მხოლოდ რამოდენიმე კოტეჯი არსებობს ჯერჯერობით, რომელიც ქირავდება და შეიძლება რომ სტუმრები მივიდნენ და სოფელი ზაფხულობით სავსეა, მაგრამ ხა ნუ ეს შიდა ტურიზმიც არ არის, როცა ადამიანები თავის მამაპაპის სახლში ჩადიან, ასე რომ აი ძალიან 1000-ში ერთხელ ცოტა ხუმრობით რო ვთქვათ, გზააბნეულ ტურისტებს შეხვდები აქ. რა ღირს უძრავი ქონება ამ ადგილას, რამდენად ბევრი მიწის ნაკვეთი იყიდება და ახსენეთ, რომ ძალიან ცოტა კოტეჯია. ფასი დაახლოებით თუ შეგვიძლია ვთქვათ, რა შეიძლება იყოს როგორც აშენების, ისე მიწის შეძენის და ისევე აშენების. ნუ მიწის ფასები ალბათ არ არის ზოგადად ბევრი მიწა ჩვენთან გასაყიდე, საკმაოდ რაც არის დასახლებული, მჭიდროდ დასახლებულია, სახლები ბევრია, მაგრამ ცხოვრები არ არის. ესეთი ადგილები, სადაც შეიძლება სახლი აშენო, ცოტა, იმიტომ რომ ჩვენი სოფელი მთლიანად ტყეში არის ჩაფული, მწვანე ზონა, რაც არ იყიდება. ფასებს რაც შეეხება, დაახლოებით ალბათ $15 უნდა ვთქვათ კვადრატული მეტრის ფასი. გარშემო ტერიტორიებზეც მიმდებარე სოფლებშიც დაახლოებით, ხო, ანუ შეიძლება 1000-ად შეოს ადამიანმა, შეიძლება 25 იყირდეს. ნუ არ არის ესე დასტაბილურებული აქ და მყიდველიც ძირთად არის აქაური ვიღაცა, ვისაც გაფართოვება უნდა ან ასე შემდეგ რა. თქვენი გეგმებიც არის გაფართოვება, როგორც ვიცით, დამატებითი კოტეჯების მშენებლობა და ტურისტების მიღება. თქვენს გეგმებზეც რა მოგვიყვეთ, რა შესაძლებლობებს აჩენთ თქვენ შემთხვევაში და ასევე დაფინანსების წყაროებიც საინტერესოა, თუ შეგიძლიათ ამაზეც ინფორმაციის გაზიარება. აი ზუსტად ეგ ერთი განსხვავება ისაა, რომ ძალიან ბევრი კოტეჯი შენდება რაჭაში და მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ არა ახალი კოტეჯი უნდა ამეშენებინა, არამედ ვიყიდეთ ძველი რაჭული სახლი, რომელსაც შევეცდებით, რომ მაქსიმალურად ავთენტურობა არ დავაკარგინოთ. მე რომ მქონდეს ახლა ინტერესი, შემიძლია რომ რაღაცა ძველი სახლი ვიყიდო რაჭაში, რამდენად ბევრი ადამიანი ყიდის სახლს. რაჭაში ძველი კარგი სახლის ყიდვა ძალიან გაგიჭირდებათ პირიქით. კარგის ალბათ არა, მაგრამ თუ არის საერთოდ გასაყიდად, თუნდაც ძველი სახლი დანგრეული, არ ვიცი, ძველი სასახლკარე ტერიტორიები. არის თვითონ სახლებიც იყიდება, ნუ ეს ძველი ოდა სახლები რა დიდი კონსტრუქტორებით არის და ძალიან ბევრს განსაკუთრებით ლეჩხუმში შეიმჩნევია, რომ ძალიან ბევრს მოგზაურობენ. ჩვენც გვიყიდია ეგეთი სახლი, მიწის გარეშე სახლი გვიყიდია და გადაგვიტანია. და ნუ იქ ლეჩხუმში ეთყობა როგორც ჩანს, რომ მოძრავი მიწა არის განსაკუთრებით. აი რაღაც სახლებს რო ვათვალიერებდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ აი კარავივით ჯერ ეს სახლი აქ იდგა, მე აქ გამოვდგით, აი ხა აქ დგას და ნუ იყიდებოდა. რაჭაშიც 1000-ში ერთხელ შემხვედრია, რომ ესეთ სახლს ყიდიან, მაგრამ დაახლოებით წინა 10 წლებში გაიყიდა ყველაფერი, ანუ ძირითადად მასალად გაიყიდა, იმიტომ რომ ძვირადღირებული რაჭაულები ცნობილები იყვნენ კარგი მშენებლობით და მაღალი ხარისხის მასალებით და ამ სახლებს იმდენად დიდი ფასი ჰქონდა როგორც ცალკეულ მასალად გამომშრალი და მაღალი ხარისხის. ეს სახლები შეიძლება სადმე სასტუმროს კედელზე ნახო, რომ შეგვიძლია დაახლოებით ღირებულება ვთქვათ რა ჩდება ამ რეგიონში კოტეჯის მშენებლობა და კოტეჯების გარდა სასტუმრო გესტჰაუსები რამდენად მრავლად არის ან რაღაცა ინტერესი ამ ნაწილში რამდენად არის ადგილობრივების მხრიდანაც ინვესტორების მხრიდან.
აი ძალიან კოტეჯი რამდენი იჯდება, ძალიან რთული კითხვა რა, რაღაცა შეიძლება რომ რაღაცა თქვა მინიმალური შეიძლება ჩავთვალოთ $30,000, რაც რთულია $30 დღევანდელ დღეს მოახერხო რამის გაკეთება, როცა მიწის ფასი თქვა $10,000-ია, უკვე ძალიან ცოტა გრჩება. თქვა $40,000 თქვა მინიმუმი და ზემოთ კოტეჯს თუ დავარქმევთ, მაშინ თქვა $100,000-მდე. და რაც შეეხება guest house-ებს, მე რადგან გული შემტკივა და გული მწყდება არის ის, რომ ძალიან კონცენტრირებულია რამოდენიმე ადგილას, თქვათ ამბროლაურში არის უამრავი, მაგრამ აი ხა ამ სოფელში რომელიც ბევრი დამეთანხმება, რომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მხარე არაჭის ჩვენი ტყეებით და ასე შემდეგ. ვერც ერთ საოჯახო სასტუმროს ვერ ნახავთ რა. როცა არა off season-ზეა თქვა ეხლა. არამედ ზაფხულშიც კი არ არის ესეთ საოჯახო სასტუმრო, სადაც შეგიძლია რომ დარჩე ან სტუმარი მიიყვანო, ან თუნდაც მხოლოდ კვებით გაგიმასპინძლდა. რაც არის და თქვენც რა გეგმაც გაქვთ განვითარების, აი რა როგორ ფიქრობთ რა შეიძლება ღირდეს ღამე დარჩენა, რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს ინვესტორისთვის? დღევანდელი ტენდენციებიდან გამომდინარე, როცა ადამიანებს უნდათ მაქსიმალურად მოწყდნენ თავის რუტინას, ქალაქს და ხმაურს, რა ეს მხარე არის, მგონია რომ იდეალურია, ყველაფერს აკმაყოფილებს და პირობებიდან გამომდინარე, ალბათ დღეს ყოველთვის კაცზე რაღაც 50 ლარი სტანდარტად იქცა მინიმალურ სტანდარტად მე მგონი. რაც აქ ადგილობრივისთვის საკმაოდ კაი შემოსავალი შეიძლება იყოს საბოლოო ჯამში თუ სტუმრები ეყოლება საკმარისად. ვახსენეთ რომ მხოლოდ რაღაც რამდენიმე სოფელი და ლოკაცია განვითარებული და საინტერესო ტურისტებისთვის. რა ჭირდება ამ რეგიონს, ამ სოფელს, მათ შორის მიმდებარე სოფლებს იმისთვის, რომ მეტი ინტერესი იყოს, რა ტიპის გამოწვევებია, ინფრასტრუქტურული იქნება თუ სხვა მიმართულებით. რას ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობდა? ტურიზმის განვითარებას რაც არის, პირველ რიგში ჭირდება კარგი კომუნიკაციები, რაღაცა გზა სულ ახალი არის ჩვენთან, 2 წლის წინ ესე თქვა გვეღირს გზა, მაგრამ დენი ჯერ კიდევ პრობლემაა, აკეთებენ. პროექტი იცვლება, რომ აქამდე ზამთარში იყო, რომ რაღაცა პირველივე ქარზე, პირველივე ჭექაქუხილზე დენი მიდიოდა ნიშნავს, რომ ჩაქვრა და 2 საათში მოვა, არა. ჩაქვრა და არავინ იცის როდის მოვა? ხო, მე რაც საკუთარ თავზე გადამიტანია, ყველაზე მეტი იყო 12 დღიანი დენის წასვლა, როცა გზაც კი ჩაკეტილია და მე დავდიოდი მთელი უბნის ტელეფონებით და ეგრეთ წოდებული power bank-ებით მეზობელ სოფელში სკიტურით გადავდიოდი, სადაც გენერატორი ქონდათ, იქ ვტენიდი, მე ჩამოვარიგებდი ხოლმე და ცოტა ხანი არის ეს ცოტა რომანტიულიც შეიძლება იყოს, მაგრამ აი მე-4 დღეს უკვე კვდება რომანტიკა ყველანაირი. კვების ინდუსტრია სარესტორნო ბიზნესი რამდენად არის განვითარებული და ეს ნაწილი თუ მიყვება ტურისტების საჭიროებებს და რაოდენობას? რაჭაში ბოლო წლებია გაიხსნა საკმაოდ კარგი ესეთი რესტორნების, დონესაც ვერ დაუწუნებს, საკმაოდ კარგი დონის და მაგის გარდა მე უფრო უპირატესობას ვანიჭებ ხოლმე საოჯახო პატარა იქნება ეს მარანი თუ სასტუმრო, რომელიც კვებას გვთავაზობს. სამზარეულოს, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს მათ შორის უცხოელი დამსვენებლებისთვის. განსაკუთრებით უცხოელი დამსვენებლებისთვის ბევრად უფრო საინტერესოა თვითონ იმ ადამიანთან საუბარი, რომელიც ადგილობრივია და ასევე შეიძლება კარგად და ლამაზი ინგლისურით ვერ აგიხსნას რა გააკეთა, მაგრამ ბევრად უფრო ავთენტურია ყველაფერი. გიორგი, დასასრულისკენ რომ შევაჯამოთ თქვენი სოფლის გამოწვევებიც და არსებული ტურიზმის ინდუსტრიაც და შედეგებიც და შესაძლებლობებიც, რა არის მთავარი გამოწვევა, რასაც დაასახელებდით, რისი გადაჭრაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ტურიზმის განვითარებაც მოხდეს, უძრავი ქონების ფასებიც გაიზარდოს და უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი გახდეს რეგიონი. ჩემი სოფლის გადმოსახედიდან რო ვთქვათ, ჯერ კიდევ რჩება ეს კომუნიკაციის პრობლემები და ნელ-ნელა იმედი მაქვს და როგორც ჩანს, ნელ-ნელა მოგვარდება. დანარჩენი არის ესე ზოგადი ქვეყანაში უნდა განვითარდეს ტურიზმის დონე და დარწმუნებული ვარ, რომ მარკეტინგის აქტივობებიც თქვენ თვითონ ადამიანები უნდა დაინტერესდნენ და არა ესე ხელოვნურად ვერავის ვერ
დააძალებ ან მოანდომებ, რომ ჩაერთოს ამ ბიზნესში. ალბათ ადამიანებმა რომ არსებობს ესეთი შესაძლებლობა. კი, რა თქმა უნდა და როცა მეზობელ სოფელში ნახავენ ან თავისივე ნათესავს ან ვინმეს რომელმაც განავითარა ეს ბიზნესი და თავს გზნობს კარგად, დარწმუნებული ვარ, რომ მე მეტად სხვებსაც მეუნდებათ მით უმეტეს ისეთ სოფლებში, სადაც ეს არ არის განვითარებული. თქვენი კოტეჯები რამდენ ხანში იქნება და მსვენებლებისთვის? შემდეგი სეზონზე იქნება აუცილებლად. ერთ წელში გესტუმრებით მაშინ. კი ბატონო. მადლობა დიდი წარმატებები.